2026 წლის 31 მარტი 2025 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის, ასევე მოგების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის და გადახდის თარიღია. აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 1 აპრილი 2025 წლის საწარმოს და ორგანიზაციის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის და გადახდის თარიღია. რა არის საშემოსავლო გადასახადი, როგორია საშემოსავლო გადასახადის გადახდისა და ანგარიშწორების წესი, ასევე რომელ საწარმოებზე ვრცელდება მოგების ყოველთვიური გადასახადი. მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმარია მეთოდოლოგიის დეპარტამენტის სერვისების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი თია გორგოძე. მოგესალმებით თია, მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. თია, როგორც აღვნიშნეთ, 2026 წლის 31 მარტი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია. მოდით პირველ რიგში აღვნიშნოთ, რატომ არის ესეთი მნიშვნელოვანი და რას ნიშნავს ეს თარიღი სწორედ გადასახადის გადამხდელებისთვის. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით საკითხით დაინტერესებისთვის და მოწვევისთვის. როგორც იცით, 2026 წლის 31 მარტი გახლავთ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის სავადო თარიღი და ასევე საშემოსავლო გადასახადის გადახდის თარიღი. გარდა ამისა, 31 მარტი სავადო თარიღი არის იმ საწარმოებისთვის, რომლებიც არიბეკრებიან ეგრეთ წოდებული ესტონური მოდელის მიხედვით და მათ აქვთ ვალდებულება, რომ წარმოადგინონ მოგების გადასახადის წლიური დეკლარაცია. თია, მოდით ეტაპობრივად ავხსნათ თითოეული გადასახადი რას ნიშნავს, ვის ეხება საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. ძალიან მრავალფეროვანი არის იმ პირთასია, რომელთაც აქვთ ვალდებულება, რომ წარმოადგინონ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით მეწარმე ფიზიკური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ გასული 2025 წლის განმავლობაში ეკონომიკურ საქმიანობას, ვალდებული არიან, რომ წარმოადგინონ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. მათ შორის არის მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები, ასევე მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირები, იმ შემთხვევაში, თუ მათ ჰქონდათ ეგრეთ წოდებული საერთო წესით დასაბეგრი საქმიანობა, ან კიდევ ჰქონდათ არასრული საგადასახადო პერიოდი. მაგალითს ვიტყვი, რომ უფრო მარტივად გაიგოს ჩვენმა მსმენელებმა, მცირე ბიზნესის სტატუსის შემთხვევაში, მაგალითად, თუ პირს აქვს მცირე ბიზნესის დასაბეგრ საქმიანობასთან ერთად, მაგალითად, საერთო წესით დასაბეგრი საქმიანობა, როგორც არის, მაგალითად, იჯარა, ხო, ფართიც აქვს გაქირავებული მეწარმე ფიზიკურ პირს. ამ შემთხვევაში, საერთო წესით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს ადეკლარირებს 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით. ან კიდევ შეიძლება იყოს ისეთი შემთხვევა, რა დროსაც მცირე მეწარმეს ჰქონდეს 2025 წლის განმავლობაში არასრული საგადასახადო პერიოდი. მაგალითად, წელი დაიწყო როგორც ინდ მეწარმემ, მაგრამ შუა წელში, მაგალითად ივლისში, აგვისტოში, როცა მას სურდა, მიიღო მცირე ბიზნესის სტატუსი. იმ პერიოდზე, როცა მას არ ჰქონდა მცირე ბიზნესის სტატუსი, აქვს ვალდებულება, რომ წარმოადგინოს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია და მნიშვნელოვანი არის ასევე შეხსენება შეიძლება გავაკეთოთ იმ პირებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ეგრეთ წოდებულ სპეციალიზებულ სამშენებლო მომსახურებას, ცვლილება გახლავთ ამასთან დაკავშირებით გასული წლის 2025 წლის 1 თებერვლიდან, თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები ეგრეთ წოდებულ სამშენებლო მომსახურებას გაუწევენ საწარმოებს, ორგანიზაციებს ან მეწარმე ფიზიკურ პირებს, ეს მათ უკვე ებეგრებათ ნაცვლად 1 და 3%-ისა 20%-იანი განაკვეთით და მათაც აქვთ ვალდებულება, რომ წარმოადგინონ დეკლარაცია წლიური საქმიანობის ამ ნაწილში. თია, საინტერესო არის საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი, როგორი არის დღეს საქართველოში და რა გადასახადის შეღავათებს თავაზობს კანონმდებლობა გადასახადის გადამხდელებს. ზოგადად საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი გახლავთ 20%, თუმცა არსებობს გამონაკლისები, ანუ კანონმდებლობა ადგენს გარკვეული ტიპის საქმიანობების შემთხვევაში განსხვავებულ განაკვეთს, ესეთი არის მაგალითად საცხოვრებელი ბინის სახლის რეალიზაციის შემთხვევა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეალიზაციის შემთხვევა, ან კიდევ საცხოვრებელი ბინის ან სახლის საცხოვრებელი მიზნით, ზოგადად საცხოვრებელი ფართი საცხოვრებელი მიზნით გაქირავების შემთხვევა, რადგანაც განაკვეთი ნაცვლად 20%-ისა გახლავთ 5%. რაც შეეხება მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციას, რომელ საწარმოებს ეხება აღნიშნული დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება? 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით ის საწარმოები, რომლებიც არიბეკრებიან მოგების გადასახადით, ეგრეთ წოდებული ესტონური მოდელის მიხედვით, ესენი არიან ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საკრედიტო
მოკავშირეები და სესხის გამცემის სუბიექტები ვალდებული არიან, რომ წარმოადგინონ წლიური დეკლარაცია 31 მარტის ჩათვლით და იმავე ვადაში გადაიხადონ მოგების გადასახადი, ასევე არარეზიდენტი საწარმოები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ საქმიანობას მუდმივ დაწესებულების გარეშე და ღებულობენ ისეთ შემოსავალს, რომელიც არ დაიბეკრა გადახდის წყაროსთან, მათაც აქვთ ვალდებულება, რომ წარმოადგენონ მოგების გადასახადის წლიური დეკლარაცია. დიახ, და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარე წლის 1 აპრილი ეს თარიღი. ვისთვის განიხილება სწორედ ეს თარიღი, ეს საბადო თარიღად და რა უნდა ვიცოდეთ ქონების გადასახადზე? ორი მნიშვნელოვანი თარიღი გვაქვს ახლა 2026 წლის 31 მარტი და 1 აპრილი. 1 აპრილს არანაკლებ ჩამოვარდება მნიშვნელობით, გამომდინარე იქედან, რომ ეს არის საწარმო ორგანიზაციებისთვის ქონების გადასახადის დეკლარირების საბადო თარიღი და ასევე ქონების გადასახადის საბადო თარიღი, თუმცა აქ გვინდა ერთი პატარა განმარტება გავაკეთოთ, რომ ქონების გადასახადის გადახდა ხორციელდება მხოლოდ დასაბეგრ ქონებაზე 1 აპრილის ჩათვლით, ხოლო დასაბეგრ მიწაზე ქონების გადასახადის გადახდა ხორციელდება 2026 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. იქ ცოტა ის გვეთ თქვა სამუშაო დღე და გადაიწეს ბადა, მაგრამ ამ ეტაპზე ხორციელდება მხოლოდ დასაბეგრ ქონებაზე ქონების გადასახადის გადახდა 1 აპრილის ჩათვლით საწარმო ორგანიზაციებისთვის. კი ბატონო, საინტერესოა რა ღონისძიებებს ახორციელებს და ატარებს შემოსავლების სამსახური მოახლოებული საბადო თარიღთან დაკავშირებით. შემოსავლების სამსახურის მიერ გაიწევა არაერთი, ასე ვთქვათ, ღონისძიება ინფორმირების თვალსაზრისით. ეს გახლავთ შესაბამის სამიზნე აუდიტორიასთან შეტყობინებების გაგზავნა, ჩვენ უკვე გავაგზავნეთ 150,000 გადამხდელზე შეტყობინება, ასევე შემუშავებული არის და შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული არის ვიდეო ინსტრუქციები, ბროშურები და გზამკვლევები თითოეული დეკლარაციის შევსების წესთან დაკავშირებით. 17 მარტს ასევე ჩავატარეთ შეხვედრა გადასახადის გადამხდელებთან, სადაც მრავალ სხვა საკითხებთან ერთად წარმოდგენილი იყო საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსების წესი, გავაცანით ძირითადი პრინციპები შევსების და ასევე ის პატარა სიახლეები, რომელიც წელს დეკლარაციაში ტექნიკური კუთხით დახვდათ გაუმჯობესებული. ზოგადად ამ ყველაფრის მიზანი არის ის, რომ გადასახადის გადამხდელებმა თავი აარიდონ, ასე რომ ვთქვათ, დაგვიანებით წარდგენის შემთხვევაში საგადასახადო პასუხისმგებლობას და ჩვენი მხრიდან, შემოსავლების სამსახურის მხრიდან მოხდეს ხელშეწყობა გადამხდელების მხრიდან დროული, ნებაყოფლობითი და სწორი დეკლარირების. და რამდენად აქტიურად ასრულებენ გადასახადის გადამხდელები სწორედ ამ ვალდებულებას? სხვათა შორის ძალიან კარგი სტატისტიკა გვაქვს. გადავხედოთ როგორი არის. ბოლო წლების განმავლობაში რო ვაკვირდებით, იზრდება დეკლარირების რიცხვი ყველა გადასახადის ნაწილში, მათ შორის საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. გასულ წელს 80,000 დეკლარანტი ყავდა, ასე რომ ვთქვათ, საშემოსავლოს ნაწილში, 88,000 იყო ქონების გადასახადის ნაწილში და მოლოდინები წელსაც გვაქვს, რომ იმავე რაოდენობის დეკლარაციების წარმოდგენა მოხდება. თია დასასრულისკენ მივდივარ და ძალიან კარგი იქნებოდა თქვენგან მაყურებელმა მოისმინოს თუ თქვენი უწყება თქვენი სახელით რა რჩევას მისცემთ სწორედ გადასახადის გადამხდელებს, რომლებსაც აქვს დეკლარირების ვალდებულება. დიახ, მადლობა. როგორც გითხარით, საკმაოდ მრავალფეროვანი არის ახლა 2026 წლის 31 მარტის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენ პირთასია. ჩვენ სრულად ვერ ამოვწურეთ, დაგვრჩა კიდევ ფიზიკური პირები, მაგალითად, რომლებიც ქონებას იჯარით ქირით გასცემენ, მაგალითად, საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართები თუ არ მოხდა მიღებული შემოსავლის წყაროსთან დაკავება, ასევე თიზებში და დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაციაში დასაქმებული პირებიც ვალდებული არიან, რომ წარმოადგინონ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია და ზოგადად რეზიდენტი იქნება თუ არარეზიდენტი ფიზიკური პირი, რომელმაც მიიღო გასული 2025 წლის განმავლობაში ისეთი შემოსავალი, რომელიც არ დაბეკრია მას გადახდის წყაროსთან, ვალდებული არიან, რომ წარმოადგინონ დეკლარაცია და გადაიხადონ გადასახადი. ჩვენ ურჩევთ აქედან გამომდინარე თითოეული გადასახადის გადამხდელს, რომელსაც წარმოეშვება გადასახადის გადახდის და დეკლარირების ვალდებულება, რომ არ გადადონ დეკლარირება, შეასრულონ ეს საგადასახადო ვალდებულება დადგენილ ვადებში, ამით რა თქმა უნდა თავის ააცილებენ სხვადასხვა პასუხისმგებლობას და ურჩევდით, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ შემოსავლების სამსახურის საკონსულტაციო არხები, როგორიც არის იგივე სატელეფონო ცენტრი, RS ჩატი იქნება თუ RS ბოტი. უახლოეს პერიოდში 31 მარტი და 1 აპრილი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი არის შემოსავლების სამსახურისთვის და გადასახადის გადამხდელებისთვის. თქვენც და გადასახადის გადამხდელებსაც წარმატებას გისურვებთ. მადლობა სტუმრობისთვის. მეთოდოლოგიის დეპარტამენტის სერვისების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი თია გორგოძე იყო ბიზნეს პოსტის სტუმარი.